მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ გადავიღებთ რუსთავში მარშრუტებს. პირველ რიგში დავიწყებთ პირველი მარშრუტით და გავყვებით თანმიმდევრობით, როგორც იცით არის რუსთავში 8 მარშრუტი და ავალთ მერვე მარშრუტამდე. თითოეულ მარშრუტს განვიხილავთ დეტალურად. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ გამოცდა იწყება ამ ადგილიდან, შიდა მხარეს, ეხლა ამ შემთხვევაში კვირა არის და დაკეტილი არის. წინიდან უნდა გამოვიდეთ მარცხენა ციმციმით. ეხლა ჩვენ დავიწყოთ ნელ-ნელა მოძრაობა, გადავით ამ დრაივში, ჩავუწყო ხელის ტორმუს, დაძვრისთანავე ადგილიდან ჩავრთავ მარცხენა ციმციმას და ამ შემთხვევაში ცოტათი მე უკვე გარედან ვიწყებ. თვითონ საგამოცდო შიგნიდან გამოდის. აი აქ რო ღობიანი მაქედან გამოდის, მარცხენა ციმციმით უნდა გამოვიდეთ. პირველივე ჩასახვევში არ ჩავდივართ, წრიულზე არსებული მანქანები, ვინებიც იქნებიან, ყველას უნდა დაუთმო და შემდეგ უნდა შემოვიდეთ და მალე მოუხვიეთ მარჯვნივ წრიულ მოძრაობაზეო დაგვიძახებთ და ჩამოყვებით მარჯვენა ზოლს. აქედანვე ხა მე უკვე დავინახე, რომ წინ მარჯვენა ზოლი ცოტათი დაბრკოლებული არის, ვხედავ რომ მარცხნიდან და უკან მანქანები მომყვებიან, მაგრამ შედარებით ნელა მოძრაობენ. ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, მარცხენა სარკეს შევამოწმებ და გადმოვალ მარცხენა ზოლში. რეალურად აქ ერთი ზოლი არის, მაგრამ ორად ითვლება მარცხენა და მარჯვენა, იმიტომ რომ განიერი არის. ასევე გვაქვს საპირისპირო ზოლი, იქიდანაც როდესაც ამოვდივართ ორი ზოლი შეგვხვდება. აქ ეხლა ოდნავ შევანელებ, რომ წინიდან ვინმე არ გადმოვიდეს, შეიძლება ქვეითი იყოს და ასე ვთქვათ, უცებ გამოჩნდეს და დიდი მანქანა რადგან არის, ვერ ვხედავთ კარგად. ანალოგიური სიტუაცია ამჟამად ჩანს ქვეითი, როდესაც გადმოგვიდგავს ფეხს, შეგვიძლია რომ გვერდზე გადავიწიოთ ცოტათი, მაგრამ უმჯობესია რომ პირველი ტორმუზი გქონდეს და შემდეგ შევიცვალოთ ზოლი. ამ შემთხვევაში უკვე გვეტყვის, რომ 500 მეტრში მოუხვიეთ მარჯვნივო. ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, მარჯვენა სარკეს შევამოწმებ და გადმოვალ მარჯვენა ზოლში. 300 მეტრში მოუხვე მარჯვნივ დამიძახებს, ქვეითს ვხედავ, ცოტათი შევანელებ, მარცხენა სარკე შევამოწმე, ოდნავ მოვიწიე, ისე რომ ზოლი არ დავტოვე. მალე მოუხვე მარჯვნივ, როდესაც დამიძახებს, ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას. აქ ვეცდები, რომ ზოლები არ გადავკვეთოთ. მარცხენა მხარზე გავიხედებით და გავაგრძელებთ მოძრაობას ჩვენ ზოლში. გაჩერება აქ არ შეიძლება. უკვე შეგვიძლია, რომ აი აქ თუ მარცხნივ ამოჩქარებელი ზოლიდან ვეღარ შევუერთდით გზას, მაშინ გავაჩეროთ მანქანა. ნელ-ნელა დავიწყებ ეხლა სიჩქარის მომატება, 70-იანი მაქვს. 60-მდე ავჩქარდები, 50-დან 60-მდე შემიძლია უკვე გადმოსვლა დავიწყო. 4-ივე საბურავით, როდესაც ზოლში შემოვალ, გავთიშავ ციმციმას. 70-იანი გვაქვს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ადრე აქ წყვეტილი იყო, ეხლა უწყვეტი გვაქვს, ანუ გადასწრების გაკეთება არ შეიძლება. გვერდის ავლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მანქანა ავარიულებით იქნება. ან რაიმე შესაძლებელი იყოს, მაგალითად ხშირად მიმდინარეობს ხოლმე სარემონტო სამუშაოები გზის. როგორც ხედავთ, გვერდებზე ისევ დაზიანებულია, ჯერჯერობით ხრეშია შეიძლება იქაც დააგონ გზა, ამიტომ თუ რამე იქნება, ციმციმით და სარკით უნდა ავაროთ გვერდი აუცილებლად. წინ მყოფ მანქანებთან რაც მთავარია, დისტანციით უნდა ვიმოძრაოთ, არ უნდა ვიხოთ არც ძალიან შორს, არც ზედმეტად ახლოს, მაგრამ მთავარია, რომ სიჩქარე არ გადავაჭარბოთ 70-ს. 60-65-ით შეგვიძლია ვიმოძრაოთ. აქედან უკვე დამიძახებს, რომ 500 მეტრში მოუხვეთ მარცხნივ და ველოდები შემდეგ მინიშნებას. ერთი ზოლი მაქვს და რეაგირებას არ ვაკეთებ არაფერს, ვრჩები ჩემ ზოლში. ფიზიკურად ვერ გადავალ მარცხნივ ან მარჯვნივ. შემდეგ მეტყვის 300 მეტრში მოუხვიეთ მარცხნივ, გაზ გავუშვი, ფეხი ნელ-ნელა შენელდება მანქანა თვითონ. მალე მოუხვე მარცხნივ, უკვე ტორმუს მივახმარ, ჩავიხედე მარცხენა სარკეში, რომ არავინ არ ჩამიჭრას გვერდიდან და აბგონი არ გამიკეთოს და წყვეტილ ზოლებზე ჩამოუხვევ მარცხენა მხარეს. და იმახსოვრეთ, რომ აქ ერთი ზოლია და კედელთან ახლოს არ მიხვიდეთ ზედმეტად. არც მარჯვენა მხარეს არ უნდა იყოთ მიწეული, იმიტომ რომ ზოლთან ახლოს შავლა -1 ქულა იქნება. მარჯვენა ციმციმას ჩავრთავ და დავიკავებ მარჯვენა ზოლს, იმიტომ რომ თავისუფალი არის. თუ თავისუფალი იქნება, მაგ შემთხვევაში მარჯვენა ზოლში მოძრაობთ. თუ დაკავებული იქნება, შეგვიძლია რომ დავიჭიროთ მარცხენა ზოლი და ვიმოძრაოთ მარცხენა ზოლით. შეგვხვდება ცოტა ხანში ზებრა გადასასვლელი ამაღლებული. პირველ მარშრუტს რაც აქვს, ეს არის ზედმეტად, ასე ვთქვათ, ბევრი ზებრა შეგვხვდება, 50-იანი მიწერია ჯერჯერობით ისევ.
ეხლა აქედან მე უკვე დავინახე, რომ წინ ზოლი დაბრკოლებულია, უკან ერთი მანქანა მომყვება. დავაგვირდები, ჩემზე შედარებით ნელა მოძრაობს, მაგრამ 30-იანი ნიშანი მომცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზებრაზე ფრთხილად უნდა გავიარო, გამოვიხედე, არავინ არ არის. 4-ვე საბურავით, როდესაც დავტოვებ ზებრას, გზაჯვარედინიც იყო, რამაც გააუქმა 30-იანი და ხელახლა დამიდგეს 50-იანი ნიშანი. ჩავრთე მარცხენა ციმციმას, შევამოწმე მარცხენა სარკე და გადმოვედი მარცხენა ზოლში, იმიტომ რომ მარჯვენა ზოლი მთლიანად დაბრკოლებულია. აქ მოძრაობთ 40-55-ით, რაც თავარია დაღმართი, როდესაც მოგვიწევს ტორმუსთან მქონდეს ფეხი, რომ სიჩქარე არ გადავაჭარბოთ. ისევ ანალოგიური სიტუაცია, ისევ და ისევ ზებრა გვხვდება ამაღლებული. რაღაც მონაკვეთში აქ უბრალოდ დახაზული ზებრა არ არის ამაღლებული, ამიტომ ეგეც გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა იყოს, 10-დან 20-მდე სიჩქარით უნდა გავიაროთ. მარჯვნივ მარცხნივ გავხედე გზაჯვარედინს, შემდეგ ზებრას არავინ არ არის. გადავედი და დავიწყე სიჩქარის მომატება, ისევ 50 მაქვს მაქსიმალური და ვიმოძრავებ 40-55-ით. როგორც კი ავჩქარდები ხოლმე, გაზს გავუშვებ ხოლმე ფეხს, იმიტომ რომ დაღმართი არის და ნელ-ნელა გავაგრძელო მოძრაობა, ანალოგიური სიტუაცია მარცხნივ, მარჯვნივ გავიხედე, 4-ვე საბურავით დავტოვე ზებრა და გავაგრძელე მოძრაობა ისევ და ისევ პირდაპირ 40-55 კმ/სთ სიჩქარით. ხა ქვეითი იყო და ზედმეტად აღარ ავჩქარდი, 35-მდე ავიყვანე, გავწდი ქვეითს და ოდნავ ისევ დავიწყე სიჩქარის მომატება. ეხლა უკვე 45-ით მივდივარ, გაზზე ფეხი დაშვებული მაქვს, ისევ 30-იანი მექნება აქ, იმიტომ რომ ნიშანი არ დგას, მაგრამ ზებრა დავინახეთ, მარცხნივ, მარჯვნივ ხედავ, რომ არავინ არ არის და გავაგრძელებ. ისევ 50-იანი და ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი მიდგას. 500 მეტრში მოვხვე, მარცხნივ დაგვიძახებს, შემდეგ 300 მეტრში მოვხვეთ მარცხნივ, მალე მოვხვე მარცხნივ დამიძახა, ჩავთე მარცხენა ციმციმას, შევანელე მანქანა, შუაში მოვდივარ, აი აქ, პირდაპირ, გავიხედე მარჯვენა მხარეს მხარზე, ცოტათი წინ წამოვიწიე და გავაგრძელე პირდაპირ მოძრაობა მარცხენა ზოლში. აქ 50 მაქვს მოძრაობა, ანუ ისევ 40-55-ით გავაგრძელებ. ცოტა ხანში დამიძახებს, რომ 500 მეტრში წრიულ მოძრაობაზე იმოძრავეთ მარცხნივ და შემდეგ პირდაპირ, ანუ მარჯვენა ზოლს აღარ დავიკავებ. მერე მეტყვის 300 მეტრს და როდესაც მეტყვის მალე წრიულ მოძრაობაზე იმოძრავეთ მარცხნივ და პირდაპირ, ჩავრთავ მარცხენა ციმციმას. შევანელებ, იმიტომ რომ ზებრა გადასასვლელი გვაქვს, აქვე ეხა მე მარცხენა მხარეს გავხედავ, არავინ არ მოდის, ანუ ავტობუსის და მარშრუტკების გაჩერების ადგილი არის. მარცხენა მხარეს მოვიწე, ციმციმა გამეთიშა, ამიტომ ხელახლა ჩავრთავ, ხედავ, რომ წრიულზე არავინ არ არის და შევდივარ პირდაპირ მარცხენა ზოლში. შევანელე, გავჩერდები ეხა და მარჯვენა მხარეს კარგად დავაკვირდები, რომ არავინ არ მოდიოდეს. 150-200 მეტრის მანძილზე თუ არავინ არ იქნება, შეგვიძლია გავაგრძელოთ მოძრაობა. ხედავ, რომ არავინ არ არის და წამოვედი მარცხენა ზოლში, შემოვედი და გავთიშავ ციმციმას. ოდნავ შევანელე, გადასვლა დავაცადო, მიწევს, რომ სამზოლიანში შევიდე მარცხენა ზოლში და რადგან ხედავ, რომ მოძრაობა, ასე ვთქვათ, გზაზე თითქმის მარტო იმყოფები, ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, მარჯვენა სარკეს შევამოწმებ და გადმოვალ მარჯვენა ზოლში. აქ რაღაც მომენტში გაწყდა ხმა, ამიტომ მარჯვენაში ვიგულისხმე, რომ შუაში, იმიტომ რომ წინ ორი ზოლი გვხვდება და ეს შუა გააგრძელებს მარჯვენა ზოლში მოძრაობას. ხედავ, რომ მწვანეა ინფო და გავაგრძელებ მოძრაობას პირდაპირ. შევდივარ შუა ზოლიდან მარჯვენა ზოლში, ხოლო თუ მარცხენა ზოლში ვიქნებოდი, მაგ შემთხვევაში გავაგრძელებდი მარცხენა ზოლში მოძრაობას. ახლა აქ შეგვხვდება ზებრა. თუ მარცხნივ მანქანები შენელებას დაიწყებენ და გააჩერებენ, შეიძლება მარცხნიდან ქვეითს უთმობენ, ამიტომ რადგან მე ვერ ვხედავ, ვალდებული ვხდები, რომ შევანელო მანქანა და მათთან ერთად გავჩერდე. რუსთავში დაიმახსოვრეთ, რომ ბასლაინები არ გვაქვს და ყვითელი ხაზები რაც შეგვხდებათ, მხოლოდ და მხოლოდ ავტობუსის გაჩერებაა, სადაც გავლის საშუალება გვაქვს. ეხლა მე ჩავთავ მარცხენა ციმციმას. ჩავიხედები მარცხენა სარკეში, ერთი მანქანა მოდის. გავატარებ და დავიკავებ მარცხენა ზოლს. გავთიშავ ციმციმას, ოდესაც 4-ვე საბურავით შემოვედი. წინ მყოფ მანქანასთან, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით უნდა გავაჩეროთ ხოლმე.
საბურავები როდესაც ჩაგვემალება, მაგ დროს ვჩერდებით. მარცხნივ მარჯვნივ გავიხედეთ, არავინ არ არის და გავაგრძელეთ მოძრაობა პირდაპირ. ხა უკვე აქ ისევ ზებრა შეგვხვდება, როგორც გითხარით, ამ მარშრუტზე ზედმეტად, ასე ვთქვათ, ბევრი ზებრა გვხვდება. კიდევ ერთი ზებრა გავიხედე მარცხნივ მარჯვნივ, აქაც არავინ არ არის და გავაგრძელებ მოძრაობას. ჩავთავ ახლა მე მარჯვენა ციმციმას, ჩავიხედე მარჯვენა სარკეში და ძალიან ფრთხილად გადმოვალ მარჯვენა ზოლში, ოდნავ შევანელე ქვეითი ყოფილა გზაზე, ხედავ რომ შუქნიშანზე 5 წამი მაქვს დარჩენილი და გავაგრძელებ მოძრაობას, 3 წამზე მომიწია გამოვლა, გავაგრძელებ მოძრაობა შუა ზოლში. ჩემი მარჯვენა ზოლი შუაში წამოვიდა, მარცხენა ზოლი მარცხენაში გააგრძელებდა მოძრაობას და მარჯვენა ზოლი დაგვემატა. ქვეითა გადასასვლელზე ვხედავთ, რომ არავინ არ არის, უბრალოდ შენელების მიზნით გაზს ავუშვით ფეხი. აქაც ქალაქის ცენტრალური გზა არის 40-45 კმ/სთ სიჩქარით უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა. რაც თავარია, საჭე ორი ხელით გვეჭიროს, ოდნავ მოხრილი უნდა გქონდეს ხელები, რომ მოხვევის დროს არ გაგვეჭირდეს. იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საჭის დატრიალების დროს უკვე ვეღარ წვდები მეორე მხარეს, ანუ მარჯვენა ხელით მარცხენა ნაპირას შეიძლება ვეღარ მიაწვდინო ხელი. 45-ით მოვდივარ ამჟამად, ვხედავ რომ ქვეითა გადასასვლელი არის, გაზს გავუშვებ ფეხს, ოდნავ შევანელებ, მთლიან ზებრას გავხედავ, ხედავ რომ არავინ არ მოდის და გავაგრძელებ მოძრაობას. ისევ, ანუ ზედიზედ რამდენიმე ზებრა გვხვდება. ეხა კიდევ ერთი ზებრა შეგვხვდება, წრიული მოძრაობა პირდაპირ დაგვიძახებს, შუა ზოლში ვართ, მარჯვენა მხარეს დავინახე რომ არავინ არ არის, მარცხენა მხარესაც არავინ არ მოძრაობს. წრიულზე ნახეთ რა ხდება, ოდნავ მარჯვნივ მოვიწიე, შევანელე, იმიტომ რომ გზა ჩამიჭრეს. მერე ისევ მიწევს რომ ოდნავ მარცხნივ მივიწიო, რომ ჩემს შუა ზოლს, ასე ვთქვათ, გავუყე. ხედავ რომ ზებრაზე არავინ არ მოდის, მარცხენა მხრიდან მოდიოდნენ, მაგრამ შორს იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შუაში რადგან კუნძული მაქვს, მე მათ აღარ დავუთმობ. თუ კუნძული არ იქნებოდა, მაგ შემთხვევაში უკვე დათმობის ვალდებულება მექნებოდა. კუნძულის ვარიანტში კიდევ შუაში რო არის თითქმის მოსული, ან უკვე შუაში იქნება, მაგ შემთხვევაში უკვე უნდა გავაჩეროთ მანქანა და გავატაროთ. რაც შეეხება წიმყოფ მანქანებს, ასე ვთქვათ, არ შეგეშინდეთ, მიყევით, თუ ქვეითი იქნება და დაუთმობს, ხო, კაი და თქვენს გამოგადგება, ჩუქნიშანზეც გააჩერებთ და ესეც თქვენთვის კარგი იქნება, მაგრამ ასე ვთქვათ, ყველას მაინც არ ენდოთ, იმიტომ რომ შესაძლებელია, რომ რაღაც წესების დარღვევით იმოძრაოს და ჩვენც ის წესები არ დავარღვიოთ. 5 წამი როდესაც იქნება შუქნიშანზე დარჩენილი, ზებრას გავხედოთ, გამოვხედოთ, რომ დავინახოთ ვინმე მოძრაობს თუ არა, იმიტომ რომ ეგრევე არ დავძრათ, ხო? გავხედოთ, გამოვხედოთ, ამ 5 წამის მანძილზე ვნახავთ ზებრაზე იმყოფება თუ არა ვინმე გადმომსვლელი, შემდეგ კი ისევ შუქნიშანს შევხედავთ, მწვანეს დავინახავთ და გავაგრძელებთ მოძრაობას. ოღონდ ეს გახედვა, გამოხედვა დიდხანს არ გაგიგრძელდეთ, იმიტომ რომ შეიძლება შუქნიშანი გამოგეპაროთ და უკვე მწვანეზე უყურებდეთ მარცხნივ ან მარჯვნივ. იგივე სიტუაცია შუქნიშანმა ციმციმი დაიწყო, შევანელებ, ციმციმზე გასვლის უფლება არ შეიძლება, როდესაც მწვანე ან ნებისმიერი სხვა ფერი ციმციმებს. თუ აი ამ მომენტში დაიწყება შუქნიშანი ციმციმს, როდესაც 40-ით მოვდივარ მაგალითად და ბოლოში ვარ, მაგ შემთხვევაში პრობლემა არ იქნება. ეხლა უკვე მე შუქნიშანს ვერ ვხედავ, ამიტომ ოდნავ წინ წამოვიწიე, რომ კარგად დავინახო რა ხდება. გავიხედე მარცხნივ მარჯვნივ, ქვეითა გადასასვლელზე არავინ არ მოძრაობს და ველოდები მწვანე მაშუქ სიგნალს. უკან ჩავიხედე, მანქანა მიდგას, გვერდებზეც მანქანა მყავს, ამიტომ ვამოწმებ რა ხდება ჩემს ირგვლივ. მწვანე როდესაც აინთო, კიდევ ერთხელ უცებ შევავლე ზებრას თვალი და გავაგრძელე მოძრაობა, აქაც დამიძახებდა, რომ წრიული მოძრაობა იმოძრავეთ პირდაპირ, ოდნავ მარჯვნივ მოვიწიე და მარჯვენა სარკეში ჩავიხედე. ეხლა მარცხნივ მოწევა მიწევს და მარცხენა სარკეში შევამოწმე, რომ ზოგმა არის ის, რომ წრიულზე მარჯვნივ მიწევა უწევთ და შემდეგ მარცხნივ დაბრუნება, ამიტომ ჩვენ გავითვალისწინოთ ეგენიც. სულ ცოტა ხანში ახლა ავტომატს შევუერთდებით. სულ რაღაც 2 ზებრა დაგვრჩა, ანუ თითქმის ბოლოში ვართ, ასე ვთქვათ, გასულები. ვხედავ, რომ შუქნიშანზე 7 წამია დარჩენილი, შენელებას დავიწყებ, ოდნავ სიჩქარეს არ მოვუმატებ, პირველ სტოპს გავივლი და მეორე სტოპზე გავაჩერებ.
ნუ რეალურად ეხა აქ მე რო 45-ით წამოსულიყავი, გავივლით, მაგრამ გავივლიდი 1 წამზე. ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, საავარიო სიტუაცია და საფრთხე არ შევუქმნათ არავის. როგორც უკვე გითხარით, ჩუქნიშანზე წამზომს უნდა დავაკვირდეთ. 5 წამი რო იქნება დარჩენილი, დავაკვირდეთ ზებრას. იმ შემთხვევაში თუ მაგალითად პირველ სტოპ ხაზზე, ასე ვთქვათ, გაჩერება ვერ მოახერხეთ, ოდნავ წინ არ გააჩეროთ, ხო? მოდით მეორე სტოპ ხაზზე და მეორე სტოპ ხაზთან გაჩერდით. ხა შეგვწვანიანითო და შეგვიძლია რომ წავიდეთ. აქაც ისე 50 გვაქვს, გზაზე მონიშნაც გვიხატია რომ ხო, აქაც რატომღაც გაწყდა ისევ ხმა. აქ ვამბობდი, რომ გზაზე მონიშნოს გვიხატია, რომ გვაქვს 50 მაქსიმალური სიჩქარე და ვამბობდი, რომ ადრე იყო 60 დაშვებული, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ 50 არის ახლა მაქსიმალური სიჩქარე. მარცხნივ გავიხედე, მარჯვნივ გავიხედე, იგივე სიტუაცია, მარცხნივ შორს იყვნენ და ისევ და ისევ დათმობა არ მომიწია. წრიული მოძრაობა პირდაპირ. ეხა ქალაქიდან უკვე გავდივართ, რაც იმას ნიშნავს, რომ 50-იან ზონას აი ამ გზაჯვარედინმა, წრიულის გზაჯვარედინმა 50-იანი ზონა გამიუქმა, ნიშანი არ მიდგას, ამიტომ 60-ით გავაგრძელებ მაქსიმალური სიჩქარით, ანუ 60 დავიჭერ ზუსტად და 55-დან 65-მდე ვიმოძრავებ, ხო? მაგრამ რაც უფრო ნელი იქნება, ანუ საშუალო სიჩქარე ჩვენთვის უკეთესი იქნება. ეხლა დავიჭერ 60 კილომეტრ სიჩქარეს და გავაგრძელებ 60-ით მოძრაობას. იმიტომ რომ ნიშანი არ იდგა, ქალაქის 50 კიდევ უკვე გაუქმებული არის აქ. მარცხენა მხარეს ეცადეთ, რომ უწყვეტი კი არა, წყვეტილი არ გადაკვეთოთ, მარჯვენა მხარეს კიდევ უწყვეტი ზოლი გვაქვს. წვიმიანი ამით შემთხვევაში ხანდახან ამებს პატიობენ, როდესაც მარჯვნივ გადაკვეთავენ, მაგრამ მაინც სიფრთხილე გამოიჩინეთ. აი ხა მე უკვე ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, შუა სარკე შევამოწმე მარცხენა სარკე და გადმოვედი მარცხენა ზოლში. აქედან უკვე მე მექნება ასაჩქარებელი ზოლი, სადაც შემიძლია ნელ-ნელა აჩქარება დავიწყო. მიუხედავად რომ მანქანაში შედარებით ნელა მოძრაობს, 60-ით აგრძელებს ჯერჯერობით მოძრაობას, შეცდომა დაუშვა, გასვლა არ შეიძლება, ანუ ეს არის შემოსასვლელი, გზაზე ნახაზით მოცემული მაქვს, რომ პირდაპირ და მარჯვნივ იმოძრავეო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ გადავალ მარცხენა მხარეს და ვერ შევუერთდები ავტობანს. აქედან უკვე ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, ჩავიხედებ მარცხენა სარკეში და ლურჯ ნიშნულთან უკვე მე დავიწყებ გადმოსვლას. ნიშნულამდე ნუ რამდენიმე მეტრით ადრე 70-ით გადმოვედი, ოდნავ მოუმატებისებ სიჩქარეს და 80 კმ/სთ სიჩქარეს სტაბილურად დავიჭერ. 90 გვაქვს მაქსიმალური, შეგვიძლია 90-ითაც მოძრაობა, მაგრამ უმჯობესი იქნება, რომ 80-85 დავიჭიროთ და 7-ად გავაგრძელოთ მოძრაობა. ხა ხედავ, რომ წინ მანქანა 70-ზე დაბალი სიჩქარით მიდის. გავხედე მაგის წინ მხარეს, ასე ვთქვათ, კიდევ რამდენიმე მანქანა არის, ამ გასწრებას აღარ დავიწყებ, იმიტომ რომ შემდეგ შუა ზოლში, ამ მარჯვენა ზოლში დაბრუნება გამიჭირდება. აქედან უკვე დამიძახებს, რომ 500 მეტრში მოუხვიეთ მარჯვნივ. ოდნავ მარჯვენა მხარეს მივიწევი ზოლზე, შედარებით ახლოს, რომ რამე იყოს მარცხენა მხარეს გამსწრებ ზოლს ხელი არ შეუშალო, 300 მეტრში მოუხვიეთ მარჯვნივ დამიძახებს. მერე უკვე აქედან მე ცოტათი შორიდან ჩავურთავ მარჯვენა ციმციმას, მალე მოუხვევ მეტყვის, მარჯვენა მხარზე გავიხედე, გაზფეხი გავუშვი, მარჯვენა სარკეში ჩავიხედე, შემოვედი შესანელებელ ზოლში და დავიწყე შენელება. აქ სადღაც 30-35-მდე სიჩქარეს არ უყუროთ, ოღონდ რაც თავარია, იმ დონეზე შეანელეთ, რომ მიხვდეთ, რომ მანქანა მარტივი მსუბუქი მოხოვით შემოვა შიგნით. იმიტომ რომ ცოტათი ძიმე მოსახვევია და ასეთ ჯობია. შემდეგ უკვე ოდნავ ისევ სიჩქარეს მოუმატეთ, ციმციმა თავისით გაითიშა და არც ჩავრთავთ, ოდნავ შევანელებ აქ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ შედარებით უფრო დიდი მოსახვევი შემხვდა და აქ უკვე ჩვენ უნდა შევუერთდეთ მაგისტრალთან გათანაბრებულ გზას, საიდანაც შემდეგ მაგისტრალზე ჩავალთ. წინ მივიწევი, აქედანვე შენელება დავიწყე, თეთრ ხაზამდე, ანუ სტოპ ხაზამდე გავაჩერე, ხაზზე წინ გადმოვიწიე, ხედავ რომ მანქანა მოდის, წინ გამოვიხედე,
უკანაც ჩავხედე და შევამოწმე რა სიტუაცია მაქვს უკან, მანქანები არ მიდგას, კიდევ ერთხელ გამოვიხედე და ხედავ რომ ისევ და ისევ მანქანა მოძრაობს. ამიტომ დაველოდები ხა მე აქ რამდენიმე მანქანას გაიარონ, რომ შემდეგ თავისუფალ ზონაში შევძლო მარტივად გასვლა. რამდენჯერმე აუცილებლად შეამოწმეთ, ან როდესაც დაინახავთ, რომ ზონა თავისუფალი არის, აი ხა მაგალითად ხედავ, რომ წითელი მანქანის მერე არავინ არ მოდის. წითელი მანქანის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიხედები და აოჩქარდები ნელ-ნელა. 40-45-მდე როდესაც ავალ, გავთიშავ მარცხენა ციმციმას, ეგერ მანქანას წაუმეწია ვიღაც. საერთოდ არ ჩანდა რეალურად ეხლა ეს მანქანა მე რომ მარცხნივ გავიხედე, იმდენ სწრაფად მოდიოდა, რომ სანამ ამოვედი და გამოვედი დამეწია. ამიტომ შესაბამისად მე რომ იქ მანქანა დამენახა, უფრო მალე მოვიდოდა ვიდრე მაგალითად ეს. და ავარიული სიტუაციის გამო ჩავიჭრებოდით გამოცდაზე. აქ 60-იანი მაქვს და 55-ით მოვდივარ, ეხლა შევანელებ 50-იანი ნიშნული მომცა და შევანელე 49-58 გავაგრძელებ მოძრაობას, იმიტომ რომ უკან მანქანები მომყვებიან და თავი დავიზღვიო, რომ სიგნალის დაწყება არ დაიწყო, ხო? თუ დამესიგნალეს და რაღაცა მერე მეტყვენ, რომ ხელოვნურად საცობს ხდიო. ამიტომ 47 მიჭირავს ეხლა ამ შემთხვევაში და ვაგრძელებ მოძრაობას. აქედან უკვე ისევ და ისევ ავტობანს უნდა შევუერთდეთ, ჩავთავთ მარცხენა ციმციმას, მარცხენა სარკე შევამოწმე, დავიწყე აჩქარება. 60-70-მდე ავედი და დავიწყე მარცხენა ზოლში გადმოსვლა. ანუ შემოვერთი ავტობანს. 4-ვე საბურავით, როდესაც ზოლში შემოვალთ, გავთიშავთ ციმციმას. ავტობანზე დიდი პრობლემა ისეთი არაფერი არ გვხვდება. არის ის, რომ პირდაპირ მოძრაობთ 80-85 კმ/სთ სიჩქარით, არის რომ შესვლა და გამოსვლა გვიწევს, რაც ასე ვთქვათ, საფრთხეს გვიქმნის ავტობანზე და შედარებით რთულია. აქედან გვაქვს რომ 500 მეტრში მოუხვიეთ მარჯვნივ. ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას, ესტაკადაზე იმოძრავეთო დაგვიძახებს. მარჯვენა სარკე შევამოწმე, გადმოვედი ერთი ზოლით, შევანელე და გადმოვდივარ კიდევ ერთი ზოლით მარჯვენა მხარეს. ანუ მარჯვენა ზოლი დავიკავე და გავთიშე ციმციმა. ეხლა შევანელებ აქ ცოტათი კიდევ, იმიტომ რომ დაზიანებულია ცოტათი გზა. აქაც ანალოგიური სიტუაცია. მანამდე 90 მეწერა, შემდეგ ისევ გზაჯვარედი ნიში მხდა, რომელიც სააგენტოს მხარეს ადის და გზაჯვარედინმა გაუქმა 90 ნიშანი არ მიდგას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ და ისევ 60-ით გავაგრძელებთ მოძრაობას. აქ ეხლა მოსახვევი გვხდება, გაზს გავუშვებ, ფეხს ოდნავ, თორმოს შევაპარებ, რომ 65-ით მოვდიოდი ხა და 65-ით ამ მოსახვევში ვერ გააგრძელებთ მოძრაობას, 55-დან 60-მდე შეგიძლიათ მოვღვიოთ. მარჯვენა ზოლი მიჭირავს და იცადეთ, რომ ზოლს ყურადღება მიაქციოთ, რადგან ისეთ მოსახვევია შეიძლება ასე ვთქვათ ზოლი გაგვექცეს. ახლა უკვე ხიდზე ვიმყოფებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოლს ვერ შევიცვლით. როდესაც ამ ადგილზე ჩამოვალთ და დავინახავთ უკვე ქალაქის წრიულს, ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, ჩავიხედები შუა სარკეში, მარცხენა სარკეში და გადმოვალ მარცხენა ზოლში. გავთიშავ ციმციმას წრიულ მოძრაობაზე, იმოძრავეთ მარცხნივ და მარცხნივო დამიძახებს, ანუ უკვე მიმართულებით თოი დააბოლოებს, ხო, მივდივართ, ესტაკადაზე უნდა მოვტრიალდეთ ეხლა და ავიდეთ სააგენტოში. მალე როცა იწვის ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, მალე მოუხვეთ მარცხნივ და მარცხნივ, უკვე მიმართულებით პირველივე ზოლში მოვტრიალდები, საჭეს ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში დავტოვებ. ოდნავ წინ გადმოვიწიებ, ხედავ, რომ ვერცხლისფერი მანქანის შემდეგ არავინ არ მოდის და გავაგრძელებ მოძრაობას ისევ და ისევ მარცხენა ზოლში. წინ წამოვალ და დამიძახებს, რომ იმოძრავეთ მარცხნივ ესტაკადაზე. ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, შევანელებ, თხილად გადმოვალ, მარცხენა ზოლში ჩავდეკი ესტაკადაზე, დავიწყე მოძრაობა, აქედან უკვე 50 მეკნება. იმიტომ რომ ერთი ზოლი მაქვს, მართალია ქალაქიდან გამოვედით, მაგრამ რადგან ერთი ზოლი მაქვს, უკვე 60-ით აღარ გავაგრძელებ მოძრაობას, 50-ს დავიჭერ სიჩქარეს და 50 კმ/სთ სიჩქარით გავაგრძელებ მოძრაობას. არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ხიდზე ამოხვალთ, აუცილებლად უკვე სააგენტოში ბრუნდებით. აქედან ეხლა ოდნავ შენელება დავიწყე, იმიტომ რომ მოსახვევი მაქვს მარჯვენა მხარეს, როგორც გითხარით, მსგავს მოსახვეებში 30-35-ით შევიდეთ და შემდეგ დავიწყოთ აჩქარება. ხო, აქ მალე მოუხვეთ მარჯვნივ დაგვიძახებდა და ჩავრთავდით მარჯვენა ციმციმას.
შემდეგ აჩქარებას დავიწყებ და 35-ზე სწრაფად ვიმოძრავ, მთავარი ეგ არის, ხო? რომ სუბუქის შესდომა არ მივიღო. შევანელი აქ ოდნავ გზა არის დაზიანებული, კავტიშე მარჯვენა ციმციმა. უკვე ხიდის ქვეშ ვართ, ან ქალაქში დაბრუნების შემდეგ და ესტაკადაზე ამოსვლის დროს ხიდის ქვეშ გვიწევს, რომ ავჩქარდეთ და გადაშეუერთდეთ ავტომას. ჩავხტავთ მარცხენა ციმციმას, 70-იანი გვაქვს მაქსიმალური, 60-მდე ავჩქარდი, ოდნავ კიდე მოუმატე 65, ანუ ავტობანზეც უკვე 70 გვაქვს მოძრაობა. ჩავხტავ მარჯვენა ციმციმას, ჩავიხედები მარჯვენა სარკეში და შევუერთდები უпростоად გავალ ავტობნიდან. მალე მოუხვე მარჯვნივ, როდესაც დამიძახებ, ჩავხტავ ციმციმას, მანამდე გავთიშავ, იმიტომ რომ 500 მეტრიდან შორი იყო, ხო? მალე მოუხვე დამიძახა, ჩავხტე მარჯვენა ციმციმა და მარჯვენა ზოლს ამოვუყვები. აქედანვე ხა მე დაბრკოლება დავიღე. ჩავხტავ მარცხენა ციმციმას, მარცხენა სარკეში ჩავიხედები და გადმოვალ მარცხენა ზოლში. 4-ვე საბურავით, როდესაც გავსწორდები, გავთიშავ და გავაგრძელებ მოძრაობას 40-45-ით. 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე სააგენტოში, ასასვლელშიც და ასევე ჩამოსვლის დროსაც. მარცხენა ზოლზე ესე ვთქვათ პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ აქ ძაღან თავიდან მანქანას გვერდი აუარე, შემდეგ უკვე დამიძახებდა რომ 500 მეტრში წრიულ მოძრაობაზე იმოძრავეთ მარცხნივ და პირდაპირ, ანუ დავასრულებთ უკვე გამოცდას. აქ ეხლა ნახეთ რა ხდება, დათმობის ნიშანი მაქვს. პირველ გამოსასვლელს არ ვუთმობ, ვუთმობ წრიულზე მყოფებს. მარცხენა მხარეს გავხედეთ, ჩავხტე მარცხენა ციმციმა, წრიულზე არავინ არ იმყოფება. მოვიწიე მარცხენა მხარეს. ეხლა ჩავხტავ მე უკვე მარჯვენა ციმციმას, შევამოწმებ მარჯვენა სარკეს და გადმოვალ. აი აქ, როდესაც მოვალთ უკვე, ასე ვთქვათ, გამოცდა წარმატებით ჩააბარეთო დაგვიძახებს.